დამძიმებული ბრალდება და ბოლო წლების ერთ-ერთი რეზონანსული საქმის ნაცნობი, თუმცა ოფიციალურ დონეზე გასაიდუმლოებული დეტალები. 7 წლის შემდეგ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა შეკვეთილ მკვლელობა ცხადდება. გამოძიების შედეგებს დღეს პროკურატურა პირველად ასაჯაროებს. წამების დამკვეთად საგამოძიებო უწყება კუდის მაშინდელ ხელმძღვანელ დათა ახალაიას ასახელებს. ვანო მერაბიშვილს კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს. პარალელურად პროკურორი დანაშაულის თანამონაწილეს ხლაპირების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. რაელით ჩარდენის ცნობილი სუფრის ცნობილ წევრებს და რის სანაცვლოდ გაჩუმდნენ მაშინდელი ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებმაც დანაშაულისთვის სასჯელი მოიხადეს. ირაკლი მამალაძე დეტალებით. ყოფილ პრემიერ-მინისტრ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ფალსიფიცირებისთვის ბრალი დაუმძიმდა. ეს ვანო მერაბიშვილისთვის რიგით მეოთხე და ყველაზე მძიმე ბრალდებაა. საქმეზე ჩვენება 80-ზე მეტმა ადამიანმა მისცა. პროკურატურის ინფორმაციით 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობა შარდენ ბარის სუფრის წევრებმა შეუკვეთეს. ამ ფაქტობრივ გარემოებას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 8 წლის განმავლობაში მალავდა. საქართველოს იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა, რომლისთვისაც დანაშაულის ჩადენის დღიდან, ანუ 2006 წლის 28 ივნისიდან ზედმიწევნით ზუსტად იყო ცნობილი მომხდარი დანაშაულის უკლები ყველა დეტალი, სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად ხელოვნურად განლიდების მიზნით უზრუნველყო მოცემულ საქმეზე უკანონო ფალსიფიცირებული სამართალწარმოების განხორციელება. ყოფილ პრემიერს ბრალი მატროსოვის ციხეში ადვოკატების თანდასწრებით წაუყენეს. მერაბიშვილი ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. მისი ადვოკატი კი ბრალის არარსებობაზე საუბრობს და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯენაძის მიერ ძიებისთვის მიცემულ ჩვენებაზე ამახვილებს ყურადღებას. ბრალში იკითხება ეს რაღაც, რომ ნინო ბურჯენაძეს მერაბიშვილმა უთხრა, რომ მან იცოდა ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული გაცილებით ადრე სანამ ის გაიხსნებოდა. თუ საიდან იცოდა, როგორ იცოდა, ამას ნახავთ ახლა რა ჩვენება აქვს მიცემული, ჩვენს გვაინტერესებს. ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეში ყოფილი პრემიერისთვის ბრალის დამძიმებაზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც მკვლელობის უშუალო შემსრულებლებმა სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები შეცვალეს. ამის შესახებ ინფორმაცია მე-9 არხს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გარდაცვლილის მამამ გურამ გირგვლიანმა მოაწოდა. ნამდვილად ამ პიროვნებებმაც ალანიას გარდა, რომელიც ახლა მალვაშია და გაქცეულა ქვეყნიდან, დანარჩენებმა კი ბატონო ყველაფერი თავიდან ბოლომდე თქვენს ის საჭირო იყო. მთავარი პროკურატურის განცხადებით 2006 წელს სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკავებულებმა ალექსანდრე ღაჭავამ, ავთანდილ აფციაურმა, მიხეილ ბიბილურიძემ და გერონტი ალანიამ მკვლელობის რეალური მიზეზი და შემკვეთების ვინაობა რამდენიმე 1000 ლარის სანაცვლოდ დამალეს. პირველი სანდრო გირგვლიანზე ანგარიშწორება განხორციელდა შეკვეთით. სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის ხელი შეშლის. დანაშაულის შემკვეთისა და თანამონაწილეების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან განრიდების მიზნით მჯავრდებულმა პირებმა დუმილის სანაცვლოდ მიიღეს ფულადი ანაზღაურება. თითოეულმა რამდენიმე 10,000 ოდენობა. გირგვლიანის საქმეში მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმების ფაქტს გარდაცვლილის ოჯახი გამოეხმაურა. გოგი იანუქიძეს საქმის ფალსიფიცირებაში ვანო მერაბიშვილთან ერთად ქვეყნის პრეზიდენტსაც ადანაშაულებს. ის რომ ვანო მერაბიშვილს ბრალი წარედგინა, ეს რასაკვირველია უნდა წარდგინებოდა მას უკვე 7 წლის წინ, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასოდეს და დღეს ეს არის ალბათ პირველი ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენისათვის. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა დადგეს პრეზიდენტის სამართლებრივი საკითხი. 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანაში გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობის დამკვეთებად თავიდანვე დასახელდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები. მედიაში საუბრობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლეზეც. მკვლელებისა და შემკვეთების დასჯას გარდაცვლილის ოჯახი წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა. იყო ხმაურიანი სასამართლო პროცესები. გზა შარდენ ბარიდან ოქროყანამდე რამდენიმე ინსტანციის სასამართლომ გაიარა, თუმცა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება არ დადგინდა. ამ ნაწილშიც უარი გვაქვს? ჩვენ ამოცნების განსაჯერის სკამზე პროკურორები და ეგ ამით დამთავრდება.
გირგვლიანის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ მიიღო. სტრასბურგმა საქართველოს სახელმწიფო გირგვლიანის წინააღმდეგ დამნაშავედ ცნო. სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების საფუძველი. მთავარ პროკურატურაში 8 წლის წინ მოხდა მკვლელობაზე გამოძიება გრძელდება. როგორც ცნობილი ხდება, უახლოეს მომავალში ბრალი კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს წარედგინება.